მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 2-ზე. მე ვარლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახოთ. როგორია საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასჯელის დაკისრების პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში. ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ანა ბერძენიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში, რომელიც დეტალებს გაგვაცნობს. რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალ თანამდებობაზე მყოფი რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა საკუთარ თანამდებობას, რის შედეგადაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა. კონკრეტულად სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებში აფორმებდა, ამით კი მატერიალურ სარგებელს იღებდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სხვადასხვა უკანონო ქმედებებით რომეო მიქაუტაძის ქონებრივი მდგომარეობა მილიონობით ლარით გაიზარდა. მათ შორის 600,000 ევროც შეიძინა ბინა მადრიდში, მილიონ ლარამდე ღირებულებების ავტომობილები კი დობით აღჭურვილ პირზე გააფორმა. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რმ თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგო კომპანიებში, ჰესებში საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა, ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა, რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელს და ქონებრივ სიკეთეს იღებდა. ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რმ-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. უკანონო ან და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით რმ მათი ნამდვილი ბუნების წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბას ახორციელებდა ქონების სხვა ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირის მეშვეობით შეტანა ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური, შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმებით, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირების და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციების შესრულების გზით. მაგალითად, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600,000 ევროც შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რმ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600,000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა. ამასთანავე, მან მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა. გამოძიების ამ ეტაპზე, როგორც ვლინდება, რმ-ზე მოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება. მმართველი გუნდის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად მუშაობენ, შესაბამისად, ვინც კანონს დაარღვევს დაისჯება. არა აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს. თანამდებობის პირს, თანამდებობას ყოფილი თანამდებობის პირი იქნება, მოქმედი თანამდებობის პირი იქნება, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ ხელი ნურავის წაუწდება, ასე იმ, ასე ვთქვათ,
ამბობს, რასაც ქვია კორუფცია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, იმიტომ რომ კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი. ჩვენი სახელმწიფო როგორც არასდროს ისეა დღეს მოწოდების სიმაღლეზე. საუბარი მაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის აი ამ სუვერენიტეტის შეგრძნებაზე, არამედ საუბარი მაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ მუშაობაზე და აი ამან ჩვენ ბოლო პერიოდში სრულად დაგვარწმუნა. ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება მოქმედი თანამდებობის პირი, ყოფილი თანამდებობის პირი, ყველა მათგანი არის თანასწორ უფლებიანი კანონის წინაშე. ამიტომ სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ექნება იმ ადამიანების მიმართ, რომელიც რაღაცა გარკვეულ გადასტუმას ჩაიდნენ და ამ შემთხვევაში არავინ არ არის გამონაკლისი. რომეო მიქაუტაძე გუშინ დააკავეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მადლობა, პირდაპირ ეთერში ანა ბერძენიშვილი საუბრობდა. განადგურებული არქივი რასმალავს ბაია პატარაია საფარის ხელმძღვანელი არქივის წაშლას გაურკვეველი მიზეზებით ხსნის. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია კანონს აწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა და მტკიცებულებებიც ამ მიზნით გაანადგურა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები საფარის მიერ მტკიცებულებების განადგურებაში დანაშაულის ნიშნებსაც ხედავენ. როდესაც ეს კანონი ამოქმედდა, აი როგორც ჯვარი აფრთხოს კუდიანებს, ისე აფრთხოთ გამჭვირვალობის კანონი აი ამ წარმონაქმნებს, მოდი ესე ვთქვათ, აი ამ რადიკალებს და დაიწყეს თავიანთი აი ამ საიდუმლო, რომელსაც სენსიტიური დოკუმენტები დაარქვეს. სინამდვილეში ეს არის ქვეყნის გაყიდვის დოკუმენტები და იმ თანხების აღების დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელა. ამიტომაც მოხდა ამ არქივის განადგურება და საზოგადოებისათვის დღესავით ნათელია რასთან გვაქვს საქმე. როგორი ორგანიზაციები, ეს ორგანიზაციები რითი იყვნენ დაკავებულები, რას აკეთებდნენ, რა ინტერესებს ემსახურებოდნენ და თუ რა იყო დაარქივებული მათ ასე ვთქვათ არქივში, რა მასალებს ინახავდნენ ესენი. ეს იყო ბუნებრივია წლების განმავლობაში უცხოეთიდან გაურკვეველი ეს თანხები, რომლებიც ხმარდებოდა ქვეყანაში მუდმივ აი ამ არეულობების მცდელობას, რევოლუციური სცენარების სამზადისს. გადავწყვიტეთ მიგვეღო პირდაპირ სიტყვით გადმოგვეთარგმნა ამერიკული კანონი, რომელიც არის გაცილებით მკაცრი და დღეს ვინც არ დამორჩილება ამ კანონს, შესაბამისად სანქციები იქნება ისეთი, როგორც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს არ არის ნამდვილად რბილი სანქციები, გაცილებით მკაცრი სანქციებია, ვიდრე წინა კანონი ითვალისწინებდა. ვინც არ დაემორჩილება, ის არცემს პატივს საქართველოს სახელმწიფოს, არცემს პატივს კანონს და შესაბამისად პასუხს აგებს კანონის წინაშე. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ისინი თავად. მათ მოუწევთ დაემორჩილონ კანონს. ჯარიმა, სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრობა. ასეთია საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასჯელის დაკისრების პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში. კომისიის მოთხოვნის არ შესრულება სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა. რატი მეტრეველი მუშაობს თემაზე, რომელიც ევროპული ქვეყნების პრაქტიკასა და შეფასებებს გაგვაცნობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია უკვე დიდი ხანია სპეკულაციის თემა გახდა და არის მცდელობა იმისა, რომ ეს ყველაფერი რეპრესიების მექანიზმად შეირაცხოს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრაქტიკა უკვე დიდი ხანია დასავლურ სამყაროში დანერგილია და სასჯელების საკმაოდ სოლიდურია. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, მაგალითად გერმანია, სადაც კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის კონკრეტული პირის წინააღმდეგ სამართლებრივი საფუძველი გერმანიის კონსტიტუციის 44 მუხლია. სასჯელი კი პოლიციის თანხლებით კომისიაზე იძულებით მიყვანა ჯარიმა ან სისხლის სამართლებრივი დევნა. საფრანგეთი აქ სამართლებრივი საფუძველი კონკრეტული დადგენილება და სისხლის სამართლის კოდექსია, სასჯელი კი ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება იტალიას, სამართლებრივი საფუძველი აქ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შესახებ კანონია, სასჯელის ფორმა კი ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს. ესპანეთში სამართლებრივი საფუძველი ესპანეთის სამეფოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტია, სასჯელი კი აქაც ჯარიმა ან პატიმრობა. შვედეთში სამართლებრივი საფუძველია კანონი კონსტიტუციის შესახებ, თუმცა აქ საპარლამენტო კომისიების უფლებამოსილებები მეტად შეზღუდულია და სასჯელი მხოლოდ პოლიტიკური პასუხისგებლობით განისაზღვრება. რაც შეეხება კონგრესის მიერ შექმნილ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასჯელის დაკისრების პრაქტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართლებრივ საფუძვლად აქ კონგრესის უპატივცემულობა განიხილება, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია, სასჯელი კი 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან $100,000 ამერიკულ დოლარამდე ჯარიმაა. სწორედ საერთაშორისო პრაქტიკისა და ქართული საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გათვალისწინებით მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია ორმაგი სტანდარტის მორიგ მაგალითზე საუბრობს. რაც გინდა შეიძლება დაარქვა კანონს, მაგრამ კანონი კანონობს და არა მარტო საქართველოში.
ეს მიღებული პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით უფრო მკაცრია კანონი გამოუცხადებლობისთვის. მაგრამ როგორც ჩანს, აი ამ ძიმე კითხვებზე პასუხის გაცემას ზოგიერთმა, მათ შორის ხაზარაძე მარჩია, რომ ამ კანონს დაუპირისპირდეს და თავი რაღაც პოლიტიკურ დევნილად შერაცხოს. ძიმე კითხვებია, რომელზეც პასუხები არ აქვს არც ეს. მათ შორის არც ხაზარაძეს. საგამოძიებო კომისიის შექმნა ეს იყო და არის ქართული ხალხის დაკვეთა. და მე ვფიქრობ, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა პირდაპირ ნიშნავს სახელმწიფოსადმი უპატივცემლობას, ფეხქვეშ გათელვას სახელმწიფო ინტერესების. ევროპის ქვეყნებში თუ კი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება ადამიანი და დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს სახელმწიფო ინტერესებს ფეხქვეშ გათელავს, იქ უნდა დაისაჯოს და ჩვენთან საქართველოში თითქოს ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და თუ ამ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს აიმე პასუხისმგებლობას დააკისრებს, ეს არის დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა. აი ამაზე გვაქვს საუბარი, ჩვენ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე და ეს არის ძალიან დამაზარალებელი, ასე ვთქვათ, აი ამ ევროპული იმიჯისთვის. ყველა იმ ადამიანმა, ვინც უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებაზე და საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე, მათ თვითონ აირჩიეს კანონისადმი უპატივცემლობა და შესაბამისად თვითონ განსაზღვრეს, რომ მიიღოთ შესაბამისი სასჯელი. სასჯელი რა იქნება? ამას სასამართლო გადაწყვეტს. როცა ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენ გირაოს არ გადავიხდით, ამით პირდაპირ გამოხადეს ეს უპატივცემლობა უკვე კანონის მიმართ მეორედ და უპატივცემლობა სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ და ამ შემთხვევაში მათ სასამართლოს სხვა გზა არ დაუტოვეს, ვიდრე იქნებოდა აკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება. რა იქნება საბოლოო სასჯელი? იქნება ჯარიმა, იქნება თანამდებობის დაკავების აკრძალვა თუ იქნება პატიმრობა, ამას უკვე გადაწყვეტს სასამართლო. საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რასაც უკვე დიდი ხანია ვისმენთ, ის რაც დასაშვებია დასავლურ ქვეყნებში, დაუშვებელი და მიუღებელია საქართველოში. მადლობა, პირდაპირ ეთერში რატი მეტრეველი საუბრობდა. ისრაელში სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა. ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნება. ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისათვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს და ისრაელის შესაბამის სამსახურების კოორდინირებული მუშაობის შედეგად უზრუნველყოფილ იქნა ისრაელის სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი 17 საქართველოს მოქალაქის უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში. საქართველოს საელჩო ისრაელში განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას, როგორც მოგეხსენებათ, არის ამოქმედებული ცხელი ხაზები, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია, თუ როგორ შეუძლიათ დატოვონ ისრაელი სახმელეთო გზით. ამ მომენტისთვის კონსულტაცია გაუწია საქართველოს საელჩომ 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს და 1000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ უკვე დატოვა ისრაელი. ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. პირველი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამართა. სწორედ ეს უწყება იზრუნებს მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე. გასართობი მუსიკალური და კულტურული ღონისძიებები ბათუმში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დარეჯან ჩხიკვაძე გვიერთდება ქრონიკის ეთერში. საფხული იწყება, უცვლელი სლოგანით გაიხსნა ბათუმში ტურისტული სეზონი. ზღვისპირა ქალაქში გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია კონცერტები და შოუები. ბათუმი ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი ტურისტული ობიექტებით შეხვდა. მოლოდინებიც არის პოზიტიური, როგორც ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკვე გაზრდილია როგორც ტურისტების ნაკადი, ასევე საერთაშორისო ფრენების რაოდენობა. ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად მნიშვნელოვანია მოქალაქეების უსაფრთხოება, სტუმრებისა და ადგილობრივების უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი მთავრობის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ დღეს პირველი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამართა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართეს. ღონისძიებაზე ითქვა, რომ განახლებული ტექნიკით
მეხანძრე მაშველები შავი ზღვის სანაპიროს სრულად აითვისებენ. მოქალაქე და უსაფრთხოებაზე 250-ზე მეტი მაშველი იზრუნებს, ასევე რეგიონში მოხდება დამატებით საპოლიციო ძალების მობილიზება. ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოვეს ის მეხანძრე მაშველები, რომლებმაც მარტვილში მდინარეში ჩავარდნილი მცირეწლოვანი გადაარჩინეს. პოლიციელებს, პატრულ ინსპექტორებს, დაცვის პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება საზოგადოებრივი წესრიგის, მართლწესრიგისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვაში. საზაფხულო სეზონს მაქსიმალურად მობილიზებულად, გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ხვდებით. წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 250-ზე მეტი მაშველი იზრუნებს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და საჭიროების შემთხვევაში მუდმივად საფრთხოფნაში იქნება დამატებით 40-ზე მეტი ცურავი საშუალება. აჭარა-საზღვაო ტურისტულ სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებით და სერვიზებით შეხვდება. გაიხსნა ბევრი ახალი განთავსების, კვების და გასართობი ობიექტი, როგორც მაღალმთიან რეგიონში, ასევე ზღვის სანაპირო ზოლში. მიმდინარე წელს ეტაპობრივად გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს, მათ შორის ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელ ორზოლიან ზიპლაინს. გადმომეცა ჯილდო მამაცობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რაც ჩემთვის დიდი პატივია და უდიდესი მოტივაცია გავაგრძელოთ მოქალაქეების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა. ზაფხულის ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც ამ დროისთვის მიუხედავად სიცხის არის ხალხმრავლობა, აქ მოწყობილია ღია კაფეები, სხვადასხვა ფოტოსტენდები და საზაფხულო ულამაზესი დეკორაციები, ასევე მეწარმეებს მათი პროდუქცია აქვთ გამოფენილი. მუსიკალური ღონისძიებები კი უკვე იგეგმება დღის მეორე ნახევრიდან, საღამო კი გალა კონცერტით დასრულდება. ასევე ძალიან ლამაზი სანახაო ბათუმის სანაპიროზე, სადაც დილიდან ფრანების შოუ მოეწყო. ანბანის კოშკის მიმდებარედ მოწყობილია სცენა, გვეყოლება მოწვეული და ადგილობრივი დიჯეები და ბენდები სპეციალური პროგრამით დღეისთვის და ხვალისთვის. ასევე გვაქვს საზაფხულო სპეციალური ინსტალაციები, გასართობი შოუები, ინსცენირებული, კოსტიუმირებული მსვლელობები, როგორც ქალაქში, ასევე საფესტივალო სივრცეში. გვექნება ფრანების შოუ ბათუმის მთელ სანაპიროზე, გვყავს კვების ობიექტები, არიან მეწარმეები წარმოდგენილი, გაზრდილია ფრენების სიხშირეები და რაოდენობა საერთაშორისო მგზავრების და აქტიურად ვემზადებით როგორც კერძო სექტორი, ასევე ყველა უწყება, რომ რეგიონში ჩამოსულ ვიზიტორებს დავხვდეთ მომზადებული. ზაფხულის ფესტივალი გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში, 2 დღეს და ხვალ იგეგმება კონცერტები და კონცერტში როგორც ადგილობრივი ბენდები, ასევე მოწვეული მომღერლები მონაწილეობენ. გარდა ამისა, არაერთი სიურპრიზი ელოდებათ აქ მოსულ სტუმრებს. მადლობა, ბათუმიდან ქრონიკის ეთერში დარიჯან ჩხიკვაძე საუბრობდა. ზუგდიდი მესტიის დამაკავშირებელ გზაზე სტიქისაგან დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს. გზის მონაკვეთებზე ტარდება არსებული რკინა-ბეტონის მილების აღდგენა, ქვედა კედლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო. მინისტრმა ასევე დაათვალიერა ნესკრას ხეობაში მდებარე ხაიში საკენი ომარი-შარას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხორციელდება 8 სახით გადასასვლელის შენობილობა რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში მოხდება მესტიის მუნიციპალიტეტის როგორც ტურისტული, ასევე ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა, ასევე პროექტების დასრულების შედეგად მოსახლეობა შეიძლება გადაადგილონ უსაფრთხო და კომფორტული საავტომობილო გზებით. დღეს მუშაობთ არა იმაზე, რომ დროებით გაკეთეს კარგი გზები, მაგრამ მეტ გრძელვადიან გადაწყვეტებზე, რომ ის მონაკვეთები, რომლებიც 10 წლების განმავლობაში, რომელთა მოწესრიგება 10 წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, ეხლა მაინც გაკეთდეს ისე, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისინი აღარ იყოს პრობლემა. თუმცა ამის გარდა არის უამრავი პრობლემა, არის საბავშვო ბაღები, რომლებიც შენდება, არის სკოლები, არის თეთრნულდის კურორტი, რომელიც 10 წლის წინ გაიხსნა დაახლოებით, მაგრამ დღემდე იქ მისასვლელი გზა არ არის მოწესრიგებული და დღეს უკვე დადგა დღის წესრიგში, რომ ეს ყველაფერი ერთად მოწესრიგდეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი დასაქმების ფორუმს დაესწრო. ლაგოდეხში გამართულ პირველ დასაქმების ფორუმში 20-მდე ადგილობრივმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და მისი მიზანია
ადგილობრივი კომპანიებისათვის კვალიფიციური კადრების მოძიება და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რათა სახელმწიფო პოლიტიკა, რაც შეეხება დასაქმებას და რომელიც ეხება როგორც ბიზნეს სუბიექტებს, ასევე მაძიებლებს, ინფორმაცია ამის შესახებ იქნას მიწოდებული და ორივე მხარე იყოს საფუძვლიანად ინფორმირებული. ეკონომიკურად აქტიურია ჩვენი მუნიციპალიტეტი, ეხლა იწყება ტურისტული სეზონი და დროული იყოს მსგავსი ღონისძიების ჩატარება. წარმატებით განხორციელდა აღნიშნული ფორუმი, წარმოდგენილი იყო 20-მდე კომპანია სხვადასხვა ვაკანსიებით და სააგენტო მომავალშიც აპირებს მუნიციპალურ დონეზე გამართოს დასაქმების ფორუმი, რათა უფრო მჭიდრო კომუნიკაცია გქონდეს მოსახლეობასთან. ეს კიდევ ერთ შესაძლებლობას მოგცემს, რომ ერთი მხრივ ამ ადამიანების უნარები და საჭიროებები განვსაზღვროთ სწორად და შევძლოთ მათზე მორგებული და მათთვის ეფექტური პროგრამების შეთავაზება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული განათლების მეორე კონფერენცია გაიმართა, რომელზეც საქართველოში პროფესიული განათლების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე პროფესიონალებთან ერთად კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა იმსჯელეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც თბილისის, ასევე რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა. ქვეყნისათვის ძალიან საჭიროა პროფესიული განათლების განვითარება, რამე თუ აქ მიღებული ცოდნა უპირველესად არის ორიენტირებული შრომით ბაზართან მიმართებაში და ამიტომაც ბუნებრივია, სწორედ რომ დღეს შეკრებილმა სხვადასხვა პროფესიული განათლების ცენტრების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს. ძალიან მიხარია, რომ ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს შეუძლია განათლების მიღება. მე 17 წლის ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროფესიული განათლებით და ეს კონფერენცია ხელს შემიწყობს ძალიან ბევრი უნარის განვითარებაში, ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია ვისწავლე და იმედი მაქვს, რომ ბევრ ახალს გავიგებ. ტოკიოში გაიმართა რიგით მესამე ქართული ფესტივალი სახელწოდებით გაუმარჯოს ფესტივალს, რომელიც ქალაქის ცენტრში ჩატარდა 1000-ობით ადამიანი დაესწრო. ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ გახსნა. ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პარკში, იოიოგის პარკში წარმატებით ჩატარდა ქართული ფესტივალი გაუმარჯოს. ფესტივალზე იაპონურმა ანსამბლებმა წარმატებით შეასრულეს ქართული ცეკვა, სიმღერა და ფოლკლორი. ფესტივალს დაახლოებით 30000 სტუმარი ეწვია, რაც ნიშნავს იმას, რომ იაპონიაში საქართველოს მიმართ დაინტერესება არის ძალიან გაზრდილი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ქართველმა სპორტსმენებმა პლანეტის პირველობაზე 4 ქვეყანა დაამარცხეს. ბუდაპეშტში გამართული ტურნირი საქართველოს ტრიუმფით დასრულდა. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას სულოცავს. ძიუდოისტთა ნაკრებს გამარჯვებას ულოცავენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დედაქალაქის მერი. გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მადლობა მინდა გადაუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა აფრიალეს. ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ყველა რეგიონში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ამჯერად ფინალი კახეთის რეგიონში ჩატარდა. გამარჯვებული გუნდი კი საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებს. ტურნირში მონაწილეობა ჯამში 700-მდე მოთამაშემ მიიღო. ჩემპიონატის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ჩემპიონატს, რომელიც ემსახურება არანარკოტიკს, ჯანსაღი ცხოვრების წესის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის მშენებლობაში. არანარკოტიკს ძალიან სასიამოვნო ტურნირი იყო, მე პირადად ძალიან ვისიამოვნე, ფინალშიც გავედით და ყველაფერი კარგად ჩატარდა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო. კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი არანარკოტიკს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია საქართველოში დღეს ალბათ ყველაზე მეტად გვჭირდება და ისევ განმეორდები, რომ მადლობა ორგანიზატორებს.
ასეთი იყო ახალი ამბები 2-ზე, დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი ნიუს წერტილი ჯიზე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 5-ზე დაბრუნდება. დროებით.